ბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლოს სტუმრებთან ერთად პროექტის ტაო-კლარჯეთი ისტორიისა და კულტურის ძეგლების სამეცნიერო ხელმძღვანელი ბატონი ბუბა კუდავა და ისტორიკოსი პროგრამის და პროექტის მონაწილე ბატონი გოჩა საითიძე გვეწვევიან სტუდიაში. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის. აი სათაური გავაჟღერეთ პროექტის ესე იგი ტაო-კლარჯეთი ისტორიისა და კულტურის ძეგლები. კონკრეტულად რას მოიცავს ბატონო ბუბა თქვენით დავიწყოთ საუბარი. რას გულისხმობს პროექტი? მე კი ვიცი ისე რომ თქვენ ძალიან ხშირად იმყოფებით ტაო-კლარჯეთში და დაკავებული ხართ ამ ძეგლების შესწავლით. კონკრეტულად ეს პროექტი, რომელიც აღვნიშნოთ აქვე, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა, რაში მდგომარეობს? დიახ, მადლობა მოწვევისათვის. მოგეხსენებათ, როგორ დიდი ინტერესია დღეს ისტორიული ტაო-კლარჯეთის მიმართ. ეს ინტერესი გამოწვეულია მიზეზი ამ ინტერესისა ბევრია. ერთი გახლავთ ის, რომ ძალიან დიდი ხანი იყო ხელმიუწვდომელი ქართულ მკვლევართათვის ეს რეგიონი. მეორე მიზეზი ის არის, რომ ძალიან დიდი რეგიონია, ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია იქა. ძალიან დიდი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლები და ლოგიკურია ის დიდი სამეცნიერო და ტურისტული ინტერესი, რაც ამ რეგიონის მიმართ არსებობს. დაახლოებით შეიძლება ითქვას საშუალოდ 150 წელია, რაც ამ ტერიტორიას, რომელსაც პირობითად ქვია ტაო-კლარჯეთი, ესე ვთქვათ, იკვლევენ მეცნიერები, ქართველები თუ ცხოველები. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თაობები მუშაობდნენ ამაზე, დღესაც რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. თუმცა დღემდე გქონდა ჩვენ პრობლემა მასალის სისტემატიზებისა. როდესაც მივდიოდით და ნახულობდით ისტორიულ ძეგლებს, ვთქვათ, ისეთი კლასიკური ნაშრომები გასაგებია, როგორც არის ვთქვათ, ექვთიმე ტაყაიშვილი, ვახტანგ ჯობაძე და სხვები, მაგრამ რა იყო ცნობილი, რა იყო შესწავლილი, რამდენი იყო ისტორიული ძეგლები, რა რეგიონებში კონკრეტულად აი რაიმე ნუსხა ასეთი გეოგრაფიულ არეალზეა საუბარი. დიახ, ერთიანი მონაცემთა ბაზა არ ყოფილა და აი ამ მასალების მოძიება საკმაოდ გართულებული იყო. იმისათვის რომ ერთი კონკრეტული საკითხზე მიგიღო მინიმალური ინფორმაცია, ძალიან ბევრი წიგნი უნდა ასე ვთქვათ გადაგეთვალიერებინა, ბევრ კოლეგასთან უნდა დაგერეკა და მოგეკითხა მამას, ხო არ უნახავს, ხო არ შეუსწავლია და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ამ პროექტის პარკლებში შეგვექმნა ერთიანი მონაცემთა ბაზა, გეომონაცემთა ბაზა. ეს გულისხმობს, რომ გარდა იმისა, რომ კონკრეტული ისტორიული ძეგლის აღწერილობა ხდება და ბაზური მონაცემების შეყვანა შესაბამის ველებში, ეს მონაცემები მიბმული იქნება ელექტრონულ რუკაზე. ანუ ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად რო ვთქვათ, თქვენ მუშაობთ რაიმე საკითხზე, ვთქვათ რელიეფებზე, ხომ? და გაინტერესებთ, ვთქვათ, მე-11 საუკუნის რელიეფები რა გვაქვს და როგორები ეს რელიეფები, შეგიძლიათ მოძებნოთ ამ ბაზაში აბსოლუტურად ყველა მაგალითი რაც გვაქვს ამოიყრება ბაზაში და ასევე ეს ყველაფერი ნაჩვენები იქნება ელექტრონულ რუკაზე. გარდა ამისა, მაგალითად ვთქვათ, ამადამ არქიტექტურული ტიპის, ვთქვათ, ტეტრაკონქის ტიპის ტაძრები ტაო-კლარჯეთში. შეგიძლია ამ მონაცემის მიხედვით ეძებნ. ნებისმიერი მონაცემის, აი ვთქვათ, მუშაობთ სამრეკლოებზე, აი რა სამრეკლოებია შემორჩენილი იქ მუშაობთ. ანუ დიდი საძიებო ბაზა და ეს ბაზა მიბმული იქნება ელექტრონულ რუკაზე და ჩვენი პროექტის მიხედვით ეს იქნება ინტერაქტიული, ანუ ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დაამატოს ინფორმაცია, ვთქვათ, უნახულა ესათვის ისტორიული ძეგლი და მის შორიახლოს, ვთქვათ, ნახა რაღაცა პატარა მცირე ეკლესიის ნანგრევები, რომელიც ამ ბაზაში არ არის შეტანილი, იმიტომ რომ გამოგჭა, ვერ ნახეთ, არ ვიცოდით, ვთქვათ, რომ მას აქვს საშუალება ეს მონაცემები დაამატოს, ეს მონაცემები გაივლის რედაქტირებას და დაემატება ბაზას. ბატონ გოჩა, ეს ყველაფერი ახლა რაც ბატონმა ბუბამ ჩამოთვალა, საკმაოდ დიდი შრომის შედეგი უნდა იყოს. ხო, ეს მარტივია, ვთქვათ, შეხვიდე საძიებო ველში, ჩაწერო შენთვის საინტერესო სიტყვა და ამოგიქთოს ამდენი მასალა, თუმცა ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ შრომას, ექსპედიციებს ცხადია, ხო, მე ბატონ ბუბას Facebook ქვერს ვადევნებ ხოლმე თვალყურს და ნინომას არ ნიშნა საუბრის დასაწყისში, მე მგონი სულ იქ ხართ. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხართ იქ და აი რამდენი ექსპედიციის შედეგად მოხერხდა, თქვათ, კონკრეტულად აი ახლა რაც მასალაც არის ხელმისაწვდომი, რაც გამთავსდება აი ამ ბაზაში, რამდენი ხანია, თქვათ, აი ამ ექსპედიციებში იღებთ მონაწილეობას?
ხო და კიდე ერთ დავამატებ ბუბას ნათქვამს იქ რომ აი ეს და მე ამას გახსოვთ იმ მასალებში რომელიც აი ეს რუკაზე რო იქნება კიდე არის დანართებით მე იქნება დანართი დაუშვათ აი ამა თუ იმ ტაძარზე ან რომელიღაც ძეგლთან დაკავშირებით მე წყაროში რა ინფორმაციებია დაცული შეიძლება ამის ნახვაც ანუ ესეც არის აკრეფილი და დავუშვათ იშხანზე მასალა ან ნებისმიერი წყარო ამ სრული ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია რაც შეეხება თუ როგორ ეს მარტო ჩვენი ეს აი ეს ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის სისტემატიზაცია ანუ ეს არ არის მარტო ჩვენი ექსპედიციების ბუნებრივია შედეგი ეს არის დაწყებული ეფიმ თაღაშვილიდან და დიმიტრი ბაქრაძედან და ნიკო მარიდან გაგრძელებული და გაგრძელდება ეს მუდმივად გაგრძელდება რეგიონი ძალიან დიდია და ძალიან დიდი ინტერესის შემცველია მოგეხსენება და ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აკვანია ხო მთლიანად იქიდან იწყება ჩვენი ცივილიზაცია ერთ-ერთი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მისი კვლევა და ბევრი რამ არ არის შესწავლილი. ჩვენ ეს კონკრეტულად ეს პროექტი არის სამწლიანი პროექტია. წელიწად ნახევარი, დაახლოებით ნახევარი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა 4 ექსპედიცია, ეს ბოლო კონკრეტულად ამ პროექტის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც აი სისტემატიზაციას ვახდენთ და შესაძლებელია რომ აი დავუშვათ ახალი სიახლეები არც ვეძებოთ, დავუშვათ, მაგრამ ჩვენ პარალელურად აი ამ ექსპედიციების დროს ძალიან ვეძებთ. აი დავუშვათ, რა თქმა უნდა, კვლევაში ვარ ჩართული, იმიტომ რომ სიახლე არის ყოველწლიურად და ყოველ და ეხლაც ჩამოვედი ექსპედიციიდან და ეს 150 წელია ვიკვლევთ და სულ არის ყოველი ექსპედიციის დროს რაღაც ახალი აღმოჩენა კი ხდება, ხო? რაღაც ძალიან არა, კი 150 კი იყო, მაგრამ იქ დაიყო ძალიან დიდი წყვეტა. წყვეტა ძალიან დიდი წყვეტები, მაგრამ ყველაზე დიდი წყვეტა 21 და რო ჩაიკეტა მაშინ საბჭოთა რუსეთმა რო დაგვიპყრო იქიდან 91 წლამდე სანამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა ის 70 წელი პრაქტიკულად შესაძლებელი არ იყო ქართველი აქეთ დამხრენან შესვლა და ჯობაძე როგორც ამერიკელი ისე დადიოდა რამდენიმე უცხოელი და ახლა ისინი რას გასწვდებოდნენ ხო ყველა აქედან გამომდინარე ეს ამ ექსპედიციების დროს აი ძალიან ორი სიახლეც დაგვიგროვდა აი მაგალითად უკანასკნელი ამ 4 ექსპედიციის განმავლობაში რომლებიც ბუნებრივია ერთი რო სიახლეა და მეორე შევა ამ რუკაზე და ბუნებრივია და ეტანება რაც ამ კონკრეტული პროექტის ასე ვთქვათ მიზანია ძალიან საინტერესო აღმოჩენებიც გვაქვს აი ერთ მაგალითად ვეთქვით კი ბატონო ერთად ვეთქვით ერთი დავიწყე ბუბა მეორეც სულ არის მოგეუბნე ძალიან ბევრი მაგალითად აი ამ რეგიონებიდან ამწუხარ კონკრეტულად ამ რეგიონებში, რომელსაც ჩვენ პირობითად ტაოკლარჯეთს ვეძახით და გადანაწილებულია რამდენიმე ვილაიეთში, ილში, ანუ საგუბერნიოში, თურქეთში. ეს არის არზრუმის, ართვინის, ყარსის და არტაანის. არტაანის აი აქ არის ისტორიული ტაოკლარჯეთში. იქ მუზეუმი არ არის კონკრეტულად. და არის ყარსში, არზრუმში და აი ართვინის მხარიდან მაგალითად თუ რამე აღმოჩნდება საინტერესო კარპეულ რეგიონიდან. მიდის რიზეს მუზეუმში. ეს მუზეუმის ზღვისპირას მოგეცემათ ლაზეთში. და აი ჩვენ ქართველი მკვლევარები არ იყვნენ ნაყოფები, ჩვენ ვიცოდით ამ მუზეუმის არსებობის შესახებ, ყარსში არზრუმში ვიყავით და სხვაებით იყავით. არ ქონდათ შესწავლა და ნუ ფიქრობთ რომ რაღაცა უნდა იყოს და რომ დაიწყო ექსპედიცია შარშამ. რომ დაიწყო პირველი ერთ-ერთი ჩავშვით რომ აი მოდი მოვინახულოთ რა არის, რა შეიძლება იყოს. სპეციალურად ნუ როდესაც ჩავედით და მოვინახულეთ აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას არტეფაქტები და მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია იშხანში ხო ჩატარდა ცოტა ხნის წინ სარესტავრაციო ყველა იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა სარესტავრაციო სამუშაოები და აი იქ გათხრებისას ტაძრის გარშემო გათხრებისას აღმოჩნდა მიწაში ტიმპანის ყვა ტიმპანი ღვთისმშობლის გამოსახულებით მაცხოვარი ღვთისმშობელი და ქტიტორი რომელიც არის უნიკალური საოცარი ეს რელიეფური და იშვიათი ნატიფი ხელოვნებით შესრულებული და ძალიან მნიშვნელოვანი და რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ასე ვთქვათ დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა სტატიას ვამზადებთ ამასთან დაკავშირებით მომზადეთ და დაიბეჭდება კიდევაც რომელიც ძალიან საინტერესოა და ერთადერთი ადამიანის გამოსახულებიანი რელიეფი იშხნიდან. სამწუხაროდ აქამდე არ ქონდა ადამიანის გამოსახულება. უშქში არის ბევრი, მაგრამ იშხნიდან არ იყო ესეთი. ბატონ ბუბა, თქვენ საუბრის დასაწყისში ვცანით, რომ ბუნებრივია ის ცხოველი ინტერესი, რაც არსებობს ამ რეგიონისადმი და არ გვიგვიჩვენეს დღესაც არსებობს ეს ცხოველი ინტერესი, თქვათ რა მდგომარეობაშია ტაძრები დავსვა მაინც ამ შეკითხვას თქვენ ხშირად მოგზაურობთ და მე მსმენია მეგობრებისგანაც რომ აი ყველა ჩასვლაზე რაღაცა
ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ტაძრები მეც მინახავს აი ხანძთა მაგალითად მახსოვს რაღაცა პატარა კენჭზე დაყრდნობილი იყო სვეტი ფაქტობრივად რომის გამოცვლის შემთხვევაშიც მთელი გუმბათი შესაძლებელი იყო ჩამოქცეულიყო რა ხდება დღეს თქვათ უფრო მე მგონი გაცილებით უკეთესი სიტუაციაა ხო ხდება ჩარევა ჩვენი მხრიდანაც და იძლევიან უკვე ამის საშუალებას აი რა კეთდება იმისთვის რომ შენარჩუნდეს რომ არ გაუარესდეს მაინც სიტუაცია არსებული აი ამ ტაძრების მდგომარეობისა ну საბოლოოდ ეს ბაზარო დასრულდება ჩვენ გვეწოდინება დაახლოებით რამდენი ისტორიული ძეგლია ამ ტერიტორიაზე და სხვადასხვა კატეგორიის თქვათ ეკლესიები, მონასტრები, ციხესიმაგრეები და ასე შემდეგ, მაგრამ წინასწარ შეიძლება ითქვას რომ ეს არის ათასობით ისტორიული ძეგლი სხვადასხვა მნიშვნელობის, სხვადასხვა პერიოდისა, მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი, ну ასეულობით, შეიძლება 1000-მდეც კი ავიდეს ეკლესია და მონასტერი. უმრავლეს არის სხვადასხვა კატეგორიის მდგომარეობა, არის საერთოდ რომ აღგვილია პირისაგან მიწისა, ადგილია მხოლოდ დარჩენილი და მიუთითებენ რომ აი აქ იდგა ეკლესია. არსებობს მეორე კატეგორია ძალიან მცირე ნანგრევები და უმნიშვნელო ნანგრევები რომ არის შემორჩენილი. მესამე კატეგორია, როდესაც ასე ვთქვათ корпуси ძირითადი კედლები მეტნაკლებად დგას, მაგრამ თქვათ გადახურვა არ აქვს და მეოთხე კატეგორია, რომელსაც გადახურვა აქვს და მეხუთე კატეგორიაც თქვათ ყველაზე კარგად შემორჩენილი, სადაც დღესაც მეჩეთია ან ბოლო პერიოდამდე იყო მეჩეთი გახსნილი და ამის წყალობით შენარჩუნდა მთლიანად მეტნაკლებად კარგ მდგომარეობაში. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად რომელ კატეგორიას ეკუთვნის ეს ძეგლი, არც ერთი ძეგლი არ არის იდეალური მდგომარეობაში. მათ შორის არის აი ასე ვთქვათ ბოლოს წინა კატეგორია, რომელსაც გადახურვა მეტნაკლებად შერჩენილი აქვს, მაგრამ აი უნდა მისწრება რომ ოშკი მაგალითად არის ხანძთა მიუხედავად იმისა რომ გუმბათი ჩამოიქცა, გუმბათის ყელი არის მეტნაკლებად დარჩენილი და ნუ მთლიანობაში корпуси არის ასევე ოთხთა ეკლესია სასწაული, ეს არის სასწაული მე-10 საუკუნის შემდგომ როგორ შემორჩა გადახურვა ის ქვეშ გადის წყალი ხო ბატონო არა წყალი ხშირად არის ხოლმე მიშვებული იშხანზეც აქაც ჩამოდის ასე ვთქვათ წვიმა და შემოაკ ძალიან დიდი მასა ასე ვთქვათ ნაშალი მასა ტაძარში და მე-16 საუკუნის შემდეგ ამ ტაძრებს რესტავრაცია არ ჩატარებიათ მინიმუმ მე-16 შეიძლება ზოგიერთ მე-11-დან და მე-10-დან როგორ არის დარჩენილი ეს გადახურვა აწვიმს ათოს თვითონ კრამიტის ფენაც მორღვეული ანუ გაშიშვლებულია და მართლაც ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული ჩვენი თაობისა და საერთოდ ჩვენი ეპოქის არა მარტო ქართველების ზოგადად ჩვენი ეპოქის დიდი დანაშაული რომ 21 საუკუნემდე მე-10 საუკუნის უნიკალური ტაძარი ასეთ მდგომარეობაში მოვიდა და დღეს ჩვენ ვერ მოუვაროთ და ჩამოიქცეს ჩვენს თვალწინ. ჩამოიქცეს იმიტომ რომ ქართულმა და თურქულმა მხარემ ერთმანეთთან ვერ გამონახეს ენა. და ფაქტია რომ ვერ გამონახეს ენა სამწუხაროდ ჩვენ ვერნებდით თვალს და ძალიან ბევრი ქართახილები მოყვა ამას და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ რომ მოხდა ზედმეტად პოლიტიზირება ამ თემის ეს არის წმინდა ძეგლთა დაცვითი საკითხები რომელიც შესაძლებელი იყო სახელმწიფო შორის გვერებულიყო თქვენ რომ ბრძანეთ ჩართულობას სამწუხაროდ უნდა ვთქვათ რომ არ არის ჩართული ქართული მხარე თურქეთში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში იქაც ბევრი სამუშაო არ მიმდინარეობს და ეხლაც გრძელდება იშხნის ტაძრის რესტავრაცია ერთი ეტაპი დასრულდა და ეხლა იწყება მეორე ეტაპი და მიმდინარეობს და დასრულდა საპროექტო სამუშაოები ოშკთან დაკავშირებით. არც ამ პროექტებშია ჩართული მინიმალურად კონსულტაციის დონეზე თუ თვითონ სპეციალისტებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, აი ჩვენს გვაქვს მათთან ურთიერთობა რაღაც მინიმალური აი სახელმწიფოებრივ დონეზე სამწუხაროდ არ ხდება მიზეზი ისევ გეტყვით რომ ზედმეტად პოლიტიზირება ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას რომ როგორც ჩვენ გვაქვს ინტერესი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართულ
ქართული ძეგლების მიმართ, რომ რესტავრაციის პროცესში ჩვენ ვიყოთ ჩართული, ასეთივე ინტერესი აქვს თურქულ მხარეს ისლამური კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივია, ხო და თანამშრომლობას დღეს 21 საუკუნეში ალტერნატივა არა აქვს ალტერნატივა, იმიტომ რომ შენ არ მოუშვებ თურქულ მხარეს, ვთქვათ, აქ სარესტავრაციო სამუშაოებში მიიღებ იგივეს არც შენ მეგიხსენებენ იქაოს სამუშაოებში. მაგასთან დაკავშირებით კიდე დავამატებ ის ბატონ გიორგი, ესე იგი სიტუაცია ხოდათ ფორს მაჟორივით არის ერთი ამ თვალსაზრისით რომ ძეგლები ნადგურდება ჩვენს თვალწინ რა ახლა ანუ იმ თვალსაზრისით რომ ზოგიერთ იდეალ ძიმე მდგომარეობაშია თუ არ მიეცო დაფიქსირება მაინც რომ აი ეს ძეგლი არსებობდა ახლა მათ რომ არ დაიფიქსირებინა დაუშვათ რაღაცები ექვთიმეს ან დიმიტრი ბაქრაძე ან ნიკომა ზოგიერთი დღეს აღარ არის და მათ წარმოდგენას არ გვექნებოდა დაუშვათ ფოტოს თუნდაც კი აი არა წარმოდგენა შეიძლება გვეჩვენებინათ რომ აი ამ ადგილას შეიძლება ისიც აღარ იმასოდეს გვაჩვენებენ როგორც წყაროსთავი მაგალითად ცნობილი წყაროსთავი ჯავახეთზე რომელიც მაგარი ტაძარის მაგრამ დღეს აღარაფერი არ არის მეჩეთია ცენტრი ჯავახეთის და ფოტოა გადაღებული ან ტბეთი როგორ იდგა და პრესი ტაძარი და მე დაინგრა დაანგრიეს და დღეს როგორია ანუ ამ თვალსაზრისით ეხლა საშურია ძალიან ბევრი რაღაცა და რაღაც უნდა მოესწროს იმ თვალსაზრისით რომ აი სანამ დრო არის ჯერ კიდევ არსებობს დაუშვათ იქ წარწერები არაერთი წარწერა ხათ ბოლო დღეებში რო ვიყავით ორი ახალი წარწერა ნახეთ ეპიგრაფიკული ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეც რომ იქ ფიქსირდება ეს ქართული კვალი ხო მე კიდე მეორე პრობლემა ის არის რომ ზეპირი გადმოცემებია როგორია ამა თუ იმ ძეგლთან დაკავშირებით ან ამა თუ იმ სოფელთან დაკავშირებით ესენიც ხდება თანდათან სამწუხაროდ ტოპონიმები აი ქართული კვალის მიგრება თანდათან გაჭირდება თუ ეს არ დაფიქსირდა იმიტომ რომ ასაკოვანი ხალხი რაც მიდის თანდათანობით ახლა ბუნების კანონი ახალგაზრდებმა აღარ იციან აი ესაა მოსასწრები რომ იქ ჯერ კიდევ იქ ლაპარაკი იმაზე არა მარტო რომ ვინ იცის ქართული და ვინ არა ესა ზოგმა შეიძლება არ იცოდეს ქართული მაგრამ ქართული ტოპონიმები რომ იყო იქ ეს იცოდეს და აი რომ ამბობე რაღაცა სიტყვას ეს ქართულია შეიძლება თვითონაც არ იცო ქართული მაგრამ არის მაგრამ ახალგაზრდა თაობა სამწუხაროდ ეს არის მოსასწრები იქ ძალიან ბევრი ანუ ამ კუთხითაც ეთნოგრაფების ანუ ეთნოლოგების სამუშაო ჩვენი სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვასწროთ სანამ დრო არ ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის ეს გარემოება პროექტს და მისი მნიშვნელობა ძალიან ცოტა დრო გრჩება მინდა ამოვწოდოთ შეძლების და გვარად აი თქვენ თქვით რომ სამწლიანი პროექტია წელიწად ნახევარია უკვე ხორციელდება ეს პროექტი და 4 ექსპედიცია გქონდათ აი შემდგომი წელიწად ნახევრის განმავლობაში რა გაქვთ გეგმაში თუ შეგიძლიათ დღეს კონკრეტული დიახ მოკლედ მე მინდა ასე ვთქვათ შეტაროსთავის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიდის ეს პროექტი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ეს არის საქართველოში ერთადერთი ფონდი საბედნიეროდაც და სამწუხაროდაც რომელიც სერიოზული რეალური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების საშუალებას იძლევა. მათ შორის ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ხელმწიფთა ეროვნულ ცენტრში, მათი დაფინანსებით მე ვიცი. ეს კონკრეტული პროექტიც არის ერთი პროგრამის ფარგლებში, ეს პროგრამა ითვალისწინებს საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის და საერთო მემკვიდრეობის კვლევას. სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ ანალოგიური მსგავსი პროექტები აქვთ ჩვენს კოლეგებსაც, ერთი ჯგუფი მუშაობს კატალოგის შექმნაზე მაგალითად, ესე იგი კატალოგს ჩვენი პროექტიც ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენი შედარებით მცირე იქნება, მათ ბეჭდური კატალოგის გამოცემაზე აქვს პროექტი. ჩვენი აქცენტი ბაზა არის, მონაცემთა ბაზა არის. კიდევ ერთი პროექტი ციხესიმაგრეებს სწავლობს, საერთო ჯამში საერთო საქმე კეთდება და ჩემ კოლეგებს მინდა წარმატებები უსურვო და ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ. იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმ ჩვენი პროექტი სამწლიანია, პარალელურად სხვა პროექტებიც მუშაობს, ეს ამოუწურავი თემაა და ამოუწურავი რეგიონია და ეს ბაზა მუდმივად შევსებადი უნდა იყოს და ალბათ არასოდეს არ დამთავრდება. ჩვენი მიზანი არის ამ 3 წელიწადში რაც კი მოესწრება. ერთი მხრივ წყაროებისა და ლიტერატურის დამუშავება, რაც არის იმის სისტემატიზება და მოკრება ჩვენ კოლეგებს, ჩვენს წინამორბედებს აქვს და მეორე მხრივ ჩვენი ექსპედიციების დროს მოპოვებული ახალი მასალაც რომ დავამატოთ. ანუ იგეგმება რაც კი მოესწრება ამ 3 წლის განმავლობაში იმას მოვყვაროთ. და იმედი გვაქვს რომ ბევრი რამ მოესწრება. უგროვეს
უმრავლესი მადლობა ბატონ გოჩა, ბატონ ბუბა, მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში და თქვენ ძალეთ ბატონ ბუბა, რომ სირცხვილი იქნება მართლაც ჩვენი არა მარტო თაობის, ჩვენი ეპოქის, რომ ძეგლებმა, რომლებმაც მართლა რაღაც ბუნებრივ პირობებში რაღაცა წლების და საუკუნეების ქართეხილებს გაუძლო, თუ არაერთ ვანდალურ შემთხვევების შედეგად მაინც განამ ფეხზე ჩვენს თვალწინა ესე ჩამოიქცეს და ჩამოიშალოს. ჯვარი გწერია ამისგან, წარმატებებს გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მეტი რამის აღწერა, აღნუსხვა და თუ კი აღმოჩენაც იქნება ამას რაჯობია, მოხერხდეს აი ამ პერიოდში. მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის საინტერესო. და იმედი გამოვთქვათ, რომ იმ რეკომენდაციები, რაც თქვენ გაქვთ და პროფესიონალებს აქვთ, ყურად იღებს ის უწყებები, რომლებსაც ეკუთვნის, რომ გაიგოს თქვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, პროექტის ტავ-კლარჯეთი ისტორიისა და კულტურის ძეგლები გვესაუბრებოდნენ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ბატონი ბუბა კუდავა და ისტორიკოსი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ბატონი გოჩა საითიძე. ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დრო. შეგახსენებთ დღევანდელ გადაცემას სიამოვნებით უძღვებოდით ნინო ბარამიძე და გიორგი მერებაშვილი. მე მიხარია რომ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს. ელისაბედ აბულაძე გაუწყობა ჩემთან ერთად გადაცემას. ბედნიერ დღეს გისურვებთ. თქვენ გისურვებთ წარმატებულ ეთერს ხომ, მე კი კეთილი სურვილებით გემშვიდობებით ნახვამდის.